საგამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სპორტკლუბის ეთერში დღეს ჩვენ კარატეზე ვისაუბრებთ, კერძოდ კი კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს მასპინძლობთ ლევან ცინცაძე, ჩვენი გაცემის ხშირი სტუმარი, მაგრამ დიდი ხანია არ ყოფილა ჩვენთან, რადგან როგორც ვიცით, ეს ფედერაცია გამოირჩევა ჩვენს რეგიონში ბევრი ღონისძიებით, ბევრი გასვლითი შეხვედრით შეიძლება ასე ითქვას და ლევანს უმასპინძლებთ დღეს, მასთან ერთად გავივლით გამოგონისძიებებს და ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, კალენდარზე, დაგეგმილ ბევრ მნიშვნელოვან ტურნირზე, რომელზეც მიემგზავრებით, შეიძლება მაყურებლის ცნობია, მაგრამ წინ აქვს კონტაქტური კარატეს ფედერაციას სოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ჩვენც გვინდა ყველაფერი ამაზე მივიღოთ შენგან ამოწურავი ინფორმაცია. მოგესალმები ლევან, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად და მოდი ყველაზე ახალი და ცხელი ამბით დავიწყოთ. ეს შეიძლება არ ეხება საერთაშორისო ტურნირს, მაგრამ არის აჭარის პირველობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რადგან ასევე ბევრი მონაწილე იღებს და პრაქტიკას. მოდი გითხარი უშუალოდ ამ ღონისძიების შესახებ და კადრებსაც იხილავს ჩვენი მაყურებელი, რა თქმა უნდა. გესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გუშინ დასრულდა აჭარის ღია ჩემპიონატის უკვე მეორე ტური. ჩვენ 2025 წლიდან ჩავუშვით ესეთი პროექტი, რომ აჭარის ჩემპიონატი ჩავატარეთ აჭარის პირველობა 18 წლამდე, უკვე არა მხოლოდ ერთი ტურნირი, რომელიც სტარდებოდა ჩვეულებრივად აჭარის პირველობა, გავაკეთეთ აჭარის პირველობის 9 ტური გავაკეთეთ და ყოველ თვეში ვცდილობთ ერთი ტურნირი ჩავატაროთ და ტურებად დავყევით. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ძალიან ბევრ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ სპორტსმენებმა და კარგი შანსია რომ გაიზარდონ, რადგან რაც უფრო მეტ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობათ, მათ უფრო მეტი გამოცდილება ეუგროვდება და შემდგომ ისინი უკვე იზრდებიან, რა თქმა უნდა. გუშინ მქონდა ერთ-ერთი ტური, ეს იყო მეორე ტური, რომელიც გაიმართა, 185 მონაწილე იყო. და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს უკვე მეორე ტურში უკვე პირველი ტურის შემდეგ უკვე მეორე ტურში უკვე გამოიკვეთა რამოდენიმე სპორტსმენი და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ესეთი ყოველთვე ტურნირებისგან გამომდინარე მწვრთნელებისთვის ძალიან ადვილია რომ შევაფასოთ და რამოდენიმე ახალი სახეები ჩდება უკვე რომელზეც შეიძლება უკვე კონცენტრაციის გადატანა ყურადღების მიქცევა და ვფიქრობ რომ საბოლოოდ უკვე წლის ბოლოს ეს 9 ტურნირი აჭარის ესე რომ ვთქვათ ღია ჩემპიონატის და დანარჩენი ის ადგილობრივი ტურნირები რაც დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირები საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა კუთხეებში გასვლა და პლუს ამას საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნებში მონაწილეობა შეჯიბრებში ეს კიდევ უფრო მეტი და ვფიქრობ წლის ბოლოს ჩვენ ძალიან დიდი შედეგები გვექნება უკვე არ მხოლოდ უფროსი ასაკის და პროფესიონალ სპორტსმენებზე არამედ ახალბედა სპორტსმენები და ესე ვთქვათ დამწყები სპორტსმენებისთვის. ნუ რახან დროში უკან ვინაცვლებთ, მოდი ესე მივყვეთ ეტაპობრივად სხვადასხვა ღონისძიებებს. მარტის თვიდან დაიწყო უფრო აქტიურად ალბათ შეიძლება ითქვას თქვენი ესეთი მოგზაურობები ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში იყავით და მოგვიყევია ამ ყველა დიდი ტურნირის შესახებ, რომელსაც ეწვიეთ, იყო ეს ვთქვათ იტალია თუ სხვა ქვეყნები. კი, ჩვენ თებერვალში უკვე ესპანეთში, ბარსელონაში ძალიან კარგი საერთაშორისო ტურნირზე ვიყავით, სადაც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრები ღებულობდა. ყველა ის სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზია 2025 წლის 31 მაისიდან 1 ივნისს გაიმართება იაპონიის დედაქალაქში და ეს სპორტსმენებმა სტარტი საკმაოდ სწრაფად დაიწყეთ. ჩვენ ესე რომ ვთქვათ თებერვალში და პირველი გასვლა ჰქონდა საკმაოდ წარმატებითი ასპარეზა საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში უფროს ასაკში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. მის შემდეგ ჩვენ მქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეკრება ყაზახეთში. მოგეხსენებათ რომ ყაზახებს ყავთ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, შეიძლება ითქვას სოფლიოში ისინი ძალიან ცნობილი და წარმატებული სპორტსმენებით არიან დაკომპლექტებული დღესდღეობით და ჩვენ მქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ახალგაზრდული ნაკრების ნაწილშემადგენლობას გაგვიარა 10 დღიანი შეკრება. ყაზახეთში რამაც ვფიქრობ ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან ისინი პირად შეხვედრებს ატარებდნენ, დღის განმავლობაში მათ 4-5 ბრძოლა უწევდათ და ეს 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობ ამან ძალიან კარგად იმოქმედა სპორტსმენებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და მენტალურად. ამის შემდგომ ჩვენ მქონდა იტალიაში გასვლა, უკვე აქ უფრო უმცროსი ასაკის სპორტსმენები ყავდა გაყვანილი, საკმაოდ კარგად იასპარეზეს აქ პატარა სპორტსმენებმაც და იმედი მაქვს, რომ ეს სპორტსმენები ძალიან მალე უკვე, როდესაც მოხდება სპორტსმენების ჩანაცვლება, ჩვენ მზად ვიქნებით იმისათვის, რომ შესაბამისად გავაგრძელოთ ასპარეზება და არ მოგვიწიოს თაობათა ცვლაში რაღაცა კრიზისში არ შევიდეთ.
კი ბატონო, ჩვენ კადრებსაც ვადენებთ თვალს, მაგრამ ნუ ეს სხვა კადრებია. მე ვთხოვ რეჟისორს, რომ ბექგრაუნდზეც იქნებ გქონდეს საშუალება, რომ ვიხილოთ ეს კადრები და ნახოთ შენთან ერთად გავიაროთ აი ყველა ეს ღონისძიება, რომელიც უკვე ჩატარდა, უკვე ჩატარებული და ჩასატარებელი ვნახავთ ჩვენ კიდევ კოლაჟებს, თქვათ, მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატის, რომელიც წინ გაქვს. დაგეგმილი ღონისძიებები გვაინტერესებს პირველ რიგში. ის რაც თქვათ ყველაზე საინტერესოა, ეს არის რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატი დავიწყოთ, რადგან მაინც იაპონიაა და ვიცით რომ იაპონიაში გამგზავრება კარატის რაღაცა მექა თუ არა მექაზე დიდი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში და თქვათ რას გვიქადის ეს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც თქვათ ევროპიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდი ეყოლება საქართველოს. დიახ, აი ეს ახლა რაც გადის ეს გუშინდელი ტურნირის შესახებაა, როგორც ვთქვით, ეს ეტაპები ჩვენ რო ჩავთვალეთ და ძალიან საინტერესო იყო, მშობლებიც ჩაერთვენ უკვე და ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში წლის ბოლოს მშობლებიც უკვე გვეყოლება ისეთი ჩართულები და ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ ეს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს არის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან კონტაქტურ კარატეში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და აქ ლიცენზიას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მოიპოვებენ ლიცენზიას. სამწუხაროდ ძალიან რთულადაა აქ საქმე იმ კუთხით, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოხდე, პირველი იმ წელს ან წინა წელს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები. ანუ იმ 2 წლის განმავლობაში, ვინც მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს, მხოლოდ ის ადამიანი ხდება მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან. არ არის ისე, რომ ყველა ქვეყანა წარადგენდეს თავიანთ სპორტსმენებს. შესაბამისად, ეს ძალიან ართულია. ინდივიდუალურია. დიახ, ანუ კონტინენტიდან, ევროპის კონტინენტიდან უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ 3 სპორტსმენი. ეს 3 სპორტსმენი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წინა წლის და წლევანდელი შედეგი. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონი უნდა იყოს, ან მეორე წელს, ანუ ბოლო წელს, როცა უკვე მსოფლიო გაქვს, ფინალისტი უნდა იყოს პირველი, მეორე ადგილი და ეს უკვე ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, რამდენი ევროპული ქვეყანა და მხოლოდ 3 ადგილი არის ამისთვის და ჩვენ შევძელით და ყველა წონაში პირველად ისტორიაში გვყავს ხალხი. ეს იყო წინა წლის ვალენსიაში გამართული ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები და ჩვენ ამას დაემატა უკვე წლევანდელი შედეგები 3 სპორტსმენი და საქართველოს სულ 9 კაციანი შემადგენლობით იქნება 7 კაცი სპორტსმენი გვეყოლება და 2 გოგონა გვეყოლება, რომლებიც არიან მოქმედი ფინალისტები ევროპის ჩემპიონატის და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო გუნდით წარუდგებით და ეხლა უკვე ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს წარვადგენ ჩვენ, არამედ ჩვენ უკვე მთელი ევროპა ისე რომ თქვა ჩვენი შემყურია, რადგან ევროპიდან უმეტესი ქართველი სპორტსმენები არიან და ევროპის პრესტიჟიც არის, რომ ევროპიდან ვიღაცამ გაიმარჯვა. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ყველა გულშემატკივრობს ესე რომ ვთქვა. კი ბატონო, ძალიან კარგი. მსოფლიო ჩემპიონატზე ვისაუბრეთ, ევროპის ჩემპიონატზეც და აქ გვაინტერესებს რა თქმა უნდა საერთაშორისო ტურნირები, რომელიც ტარდებოდა გასულ წელსაც ჩატარდა ბათუმში. ამ ტურნირთან დაკავშირებითაც თუ შეგიძლია გითხრა ზაფხულის პერიოდში თუ იგეგმება ისევ მისი ჩატარება. იქედან გამომდინარე რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელია, მოუწია კალენდარს ცვლილება საერთაშორისო მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწია ახალგაზრდული ევროპის ჩანაცვლება დიდების ევროპის ჩემპიონატიდან შეიცვალა თარიღები და ეხლა ამ თვეში ჩვენ გავემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე უკვე 16 წლამდე კადეტები ჭაბუკები და 20 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე ლიეტვის კლაიპედაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, ხოლო ევროპის ჩემპიონატი დიდებში უკვე სექტემბერში უნგრეთში ჩატარდება და აი ამ ცვლილებიდან გამომდინარე ჩვენი კალენდარი შევცვალეთ შესაბამისად და ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავიტანეთ და ოქტომბრის 24, 25, 26 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 18 წლამდე ბათუმი Opens და მეორე დღეს უკვე უფროსი ასაკის სპორტსმენები მიიღებენ ტურნირი იქნება სახელწოდებით ბათუმის გრან-პრი, რომელიც იქნება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იქნება და ყველა იასპარეზობს მხოლოდ ერთ წონაში, შეიკრიბება. იმედი მაქვს, ბევრი ქვეყანა გვესტუმრება და საუკეთესო ბრძოლებს ვიხილავთ. ეს იქნება რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, თუმცა ეს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იქნება. თქვენ იცით რომ წინა წელს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჩვენთან ჩამოსული და გადაწყვეტილება მიიღებს რომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში საქართველოს უმასპინძლებს და კონკრეტულად ბათუმის უმასპინძლებს, ამიტომ 8-9 მაისს 2026 წელს ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი უკვე დიდებში. პირველად ჩვენს ქალაქში ჩატარდება კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი. ვფიქრობ ეს ძალიან sapasუხისმგებლოც არის და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვფიქრობ აი ამის შემდეგ უფრო მეტად
შეეძლებათ ხალხს უკვე ახლოდან დაინახოს ეს ყველაფერი ევროპული სხვადასხვა დონის სპორტსმენები და კიდევ უფრო ხელშეუწყობს ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შესაბამისად როგორც საორგანიზაციო კუთხეს ჩავატარებთ და ჩატარდება, ასევე სპორტსმენები ასახელებენ ჩვენ კუთხეს, ჩვენ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი ღონისძიება გვაქვს წინ, რომელსაც ძალიან კარგად უნდა შევხვდეთ. ლევან, ჩვენ კარგად ვიცით, თქვათ, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მუშაობა, ხშირად შენ ანგარიშ საზოგადოებასაც აბარებ ჩვენი ეთერების და სხვა ეთერების საშუალებით. თუ შეგიძლია ზოგადი სურათი დაგვიხატო საქართველოს სხვა რეგიონებში რა ხდება, როგორც ვთქვათ, ნაკრების მწვრთნელი, ასევე სხვა რეგიონებში ვთქვათ, რომელ რეგიონებს გამოარჩევდი, სად არის ვთქვათ, უფრო მეტად აქტიური მუშაობა, სად არიან საინტერესო სპორტსმენები გამოვლენილი და ვთქვათ, მათ მიმართ დამოკიდებულება შენი როგორც მწვრთნელის ასე. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ, ვიტყოდი, რომ ეხლა დღესდღეობით ჩემი შეხედულებით ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, დედაქალაქი არის გაცილებით დიდი. შესაძლებლობები შეიძლება ითქვას უფრო მეტია, რაოდენობა ხალხი მოსახლეობის ბევრია, თუმცა ვიტყოდი, რომ დღესდღეობით ალბათ ჩვენი ფედერაციაში უფრო განსაკუთრებულად მეტი აქტიობები იგეგმება, ვიდრე მაგალითად სხვა რეგიონში. თუმცა თბილისს რა თქმა უნდა გამოვყოფდი, ძალიან ბევრი სკოლა, ძალიან აქტიურები არიან ისინიც, ასევე არის კახეთში აქტიობები სამტრედიაში და ქუთაისშიც არის, თუმცა ისეთი ჩართულები ვიტყოდი, როგორც ჩვენთან არ არის. შესაბამისად, ჩვენი აქტიობების ფონზე შეიძლება ისინი ცოტა ნაკლებად ითვლებოდეს აქტიურობა, თუმცა იმათაც აქვთ ღონისძიებები და ისინიც აკეთებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ როდესაც გახსოვს, როდესაც მე თქვენთან მოქმედი სპორტსმენის ამპლუაში ვიყავი, მაშინ ცოტა რთულად იყო ამ საკითხში, როდესაც უკვე გუნდი ნელა-ნელა უკვე გავაძლიერეთ, ეხლა მაგალითად მე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ძლიერი გუნდი გვყავს ჩვენ რეგიონში, რომ პირველ რიგში უმეტესი სპორტსმენი ეროვნული ნაკრების უკვე ბათუმიდან არის, შეიძლება ითქვას. ახალგაზრდებს რაც შეეხება, უმეტესი ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები ისევე აჭარიდან არის. შესაბამისად, მწვრთნელებიც დღეს უკვე ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებთაც მე მუშაობდი, არა მხოლოდ მათ წარმატებაზე სპორტულად, მაგალითად, აი ბრძოლები გაიმარჯვნა, ჩემპიონები მოიპოვეთ, ჩვენ პარალელურად 18 წლის ასაკიდან მე მათთან მუშაობდი, ისინი კარგი მწვრთნელებიც გამოვიდნენ, დღემდე ამას ვაკეთებთ, მუშაობთ. დღეს უკვე დაახლოებით მე მყავს ჩემი 5-6 ინსტრუქტორი, რომელიც ახალგაზრდები არიან ჯერ და უკვე მუშაობენ და მათ დაახლოებით ჯამში 200-მდე სპორტსმენი ყავთ და ეს უკვე ძალიან დიდი ბაზაა, ესე რომ ვთქვათ. აი გუშინდელ ტურნირს რაც შეეხება და ჩვენ ტურნირი ჩავატარეთ, 185 მონაწილე იყო, როგორც უყურებდით. დილით 10 საათზე რომ დავიწყეთ, ზუსტად 10 საათზე, გეგმა იყოს რომ 2 საათზე უნდა დაგვემთავრებინა ჩვენ და ზუსტად ისე, რადგან ყველას თავის პოზიციები გადანაწილებული ქონდა, ორ ტატამზე მიდიოდა, მსაჯი იყო ადამიანი, ვინც მსაჯებს ყურადღებას აქცევდა, იყო ადამიანი, ვინც სამწვრთნელო კუთხით იყო, ორგანიზატორი იყო, აი ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ, შემსრულებელი და ყველას გადანაწილებული ქონდა უკვე პოზიციები და ამ ერთობლივი მუშაობით ძლიერმა გუნდმა გააკეთა ძალიან კარგად დაორგანიზებული პატარა თითქოს, მაგრამ არაა ეს პატარა, ძალიან ბევრი ღონისძიება მინახია, სადაც 185 კაცია და დღის განმავლობაში ვერ დაუსრულებია, მაგრამ გუნდი იმდენად შეკრულია და ძლიერია, ჩვენ გუნდში არის ეს სიყვარული, ესე ვთქვათ, მეგობრული ატმოსფერო და ყველა თავის პოზიციებს კეთილსინდისიერად ასრულებს, საქმეს ასრულებს და საქმე კარგად გამოდის. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ ყველაზე წინ ვართ, შეიძლება ითქვას და ამიტომაც უფრო მეტი აქტიობები გვაქვს. ზუსტად ჩემი ეს პროექტი ზუსტად იმიტომ გავაკეთეთ, რომ არის შესაძლებლობა ჩვენ სპორტის დეპარტამენტიდან არის ხარდაჭერილი ეს და ეგრევე დაგვიმტკიცეს და მოგცას შესაძლებლობა რომ გაგვეკეთებინა. ასევე გვაქვს სპორტის სასახლე, რომელიც ხელმძღვანელობა დირექციამ ძალიან ესე რომ ვთქვათ, ყველა უანგაროთ მომცა შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს დავაორგანიზო რა შეჯიბრიც გვინდა და აი ეს ამას ყველაფერს ვიყენებ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, აი იმ ინფრასტრუქტურას რაც გაგვაჩნია, იმ დახმარებას რაც გაგვაჩნია და ფედერაცია ერთად მუშაობს, სპორტსმენებიც არის და უკვე არა მხოლოდ ერთ და ორ სპორტსმენზე გვაქვს აქცენტი, რომ ის ჩემპიონია მაგალითად დავით მსხალაძე და ათაფუთ კარაძე, არამედ რა თქმა უნდა ამ ხალხზე მუშაობთ ეროვნულ დონეზე და ეს მიდის რა თქმა უნდა ბოლომდე, თუმცა ჩვენ არ გვავიწყდება რომ მწვრთნელები უნდა გავალვითაროთ, არ გვავიწყდება რომ საჯებზე უნდა ვიმუშაოთ, არ გვავიწყდება რომ საორგანიზაციო საკითხები კარგად უნდა გქონდეს, რომ კარგად შევფუთოთ, შევქმნათ ბრენდი და საინტერესო ვიყოთ ხალხისთვის, არ გვავიწყდება რომ სპორტსმენები უნდა გავზარდოთ, პატარა სპორტსმენებიდან იწყება ყველაფერი ხა თუ მასობრივობას მოაქვს ყველაფერი ხო და მასობრივობა რო იყოს, საინტერესო უნდა იყოს, საინტერესო რო იყოს, სწორად უნდა აკეთებდი ამ ყველაფერს და შესაბამისად უკვე გუნდი ისეა შეკრული, რომ ყველაფერს
თანმიმდევრულად ვაკეთებთ, როგორც გითხარით, 11 შეჯიბრი ექნებათ უბრალოდ სპორტის სასახლეში, ასევე სპორტ სკოლას თავისი ტურნირი აქვს სპორტის სასახლეს. აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება უკვე, რომელიც ღია იქნება, სადაც მოვლენ ჩვენთან სხვადასხვა რეგიონებიდან. საერთაშორისო ტურნირი უკვე ბათუმში ხელვაჩაურში ჩავატარეთ ჩვენ, ასევე ერთი საერთაშორისო, რომელიც ბათუმი ოფენი და ადგილობრივ სპორტსმენს აქვს შესაძლებლობა რომ 15-ჯერ გავიდეს შეჯიბრზე. ესე იგი 15-ჯერ გამოცდილება მიიღოს. ამბავი არ არის. სალგე პუნქტად მინდა გითხო ქალთა მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, გასულ წელს ტურნირზე ზოგადად უფრო შეინიშნებოდა ჩემი დაკვირვებით შეიძლება სუბიექტური შეფასება იყოს, ვთქვათ უცხო ქვეყნებიდან გოგონების სიმრავლე, ვიდრე ვთქვათ ჩვენი ქვეყნიდან. ამ მიმართულებით არ ნაბიჯები გადაიდგა, როგორც მწვრთნელს გეკითხები ამ შემთხვევაში. დიახ, ესეა ზუსტად ჩვენ დაახლოებით 2 თუ 3 გოგონა ვყავდა და დანარჩენი ის სპორტსმენები ყველა უცხოელები იყვნენ. სამწუხაროდ რაოდენობაში უფროსი ასაკის სპორტსმენებში წავიკოჩლებთ, შეიძლება ისე ითქვას. იმიტომ რომ ბაზა არ იყო ჩადებული და ფუძე არ იყო. ეხლა მაგალითად როცა ჩვენ გუშინ შეჯიბრი ჩავატარეთ, თუ მონაწილე იყო 185, აქედან 50 უკვე გოგონა მონაწილეობდა და ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია. ვფიქრობ წლის ბოლომდე აი ეს ბავშვები მე როგორც ვამბობ, სულ ვიზახი რომ წაგება არ არსებობს, თუ სწორად შევაფასეთ. გუშინ იმათმა უბრალოდ თავიანთი თავი დაინახეს კარგად. მწვრთნელებთან ერთად, მშობლებთან ერთად და დღეს უკვე დარბაზებში გააგრძელეს ყველამ გუშინდელ შეჯიბრზე ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ მივეცით ფედერაციამ შესაძლებლობა წელიწადში 15 ესეთი შანსი გამოიყენონ, ვინც სწორად შეხედავს ამ ყველაფერს, სწორ ანალიზს გააკეთებს, 15-ჯერ ექნება შესაძლებლობა უკეთესი გახდეს და ვფიქრობ 2-3 წლის შემდეგ ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს, რაღაცა ბირთვი გამოიკვეთება, მაინც უკვე გოგონების, რომლებიც ჩართულები იქნებიან და ვფიქრობ 3-4 წლის მერე, როდესაც ჩვენ შევხვდებით თქვენთან ეთერში, უკვე გოგონებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატთან ერთად მოვალ სტუმრად იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, კარგი დაპირებაა ეს ნამდვილად და ეს რომ არ იყოს ხათ რაღაცა ევროპის ჩემპიონი, უკვე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დიდი ამბავია გოგონების განსაკუთრებით და მათი რაოდენობის მატება. მადლობა, ხოვარ გსურს ამის დამატება, კიდევ გავაქვს კიდე რამდენიმე წუთი. თუ არა და მაშინ გადავინაცვლებთ ჩვენს მიმოხილველთან ლანა ჯაფარიძესთან, რომელიც შემოგვიერთება და მოგვიყვება საინტერესო სპორტულ სიახლეებს გასული უქმეებიდან. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმები ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ტრადიციულად სპორტულ ამბებს მოგიყვებით. დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში თელავს უმასპინძლა და მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა ლუკა ქაფიანიძის მიერ 45 წუთზე გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმის მე-60 წუთზე კი გატანილი გოლით თავი ბლესამაც გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. 7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ იბერიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დღეს ყალტუბოს სამგურალთან გამართავს. მატჩი ბათუმი არენაზე 21 საათზე დაიწყება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვერცხლის მედლის მფლობელი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილი რამა ზოიძე გახდა, რომელმაც ფინალური დაპირისპირება სომეხ მალხაზ ამოიანთან 1-3 დათმო. ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე, ჯონი ხეცურიანი და ვახტანგ ლოლუა დასჯერდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობამდე თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ არის ჩვენ ისე ჩამოვით აქ, მაგრამ დასვიზამთ. რაღაცა მივაკელით, მოემზადებით. რაღაცები გამოსასწორებელია. არის დრო, არის ტურნირები, არის მსოფლიო ჩემპიონატი. მერტის წყალობით გამოვასწორებთ ამას. მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ფედერაციიდან დაწყობილი მწვრთნელებს, ექიმებს, რომლებიც მერჩი მიდგარა 24 საათი ჩვენთან ერთად არიან და იმ ბიჭებსაც მინდა მადლობა გადაუხადო. ვინც აქ ვინების აქ იბრძოდნენ და ბევრია ისეთ ბიჭები მედის გარეშე შემდიან, რომლიდანაც ოქროს ველოდებოდით, მაგრამ არ აუშვეს. სპორტია ხდება და გამოსწორებადია. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. შარშანძე მეორეზე გავედი ევროპის ჩემპიონატზე და 2 წელს მერე სასიხარულო იყო. ეს ჩემი ევროპის პრიზიორობა. იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ერთი წყალობით. მწვრთნელების შრომით
რა თქმა უნდა დაუჯერებთ წნელებს და შედეგის იქნება იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. ღმერთს მადლობა. გავხდი ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონატზე იმედია ოქროს მედლით დაუბრუნდები საქართველოს. აჭარის რეგიონალური მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით დასრულდა ორდღიანი ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის, რომელიც სპორტული თამაშების ეგიდით აჭარის რეგიონის მოსწავლეთა შორის გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ბათუმის გოგონათა გუნდი გახდა, მეორე ადგილი ქობულეთის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ხელვაჩაურის გუნდს ერგო. აქვე გეტყვით, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებულებიც, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელი ელენე მექვაბიშვილი, ხოლო ტურნირის აღმოჩენად კი ელენე ირემაძე დასახელდა. ბათუმის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში 2 უმასპინძლა და 86-ით 88 დაამარცხა. მიუხედავად ამ მარცხისა, ბათუმელებმა საჩემპიონო პლეი-ოფში თამაშის უფლება მაინც გაინაღდეს. ბათუმმა რეგულარულ ჩემპიონატში 20 შეხვედრა ჩაატარა და 29 ქულა დააგროვა. ამ სატურნირო ცხრილში 11 გუნდ შორის მერვე პოზიცია დაიკავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებით კი პლეი-ოფში თამაშს სწორედ 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. ბუბა ბერიშვილის გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში ქუთაისი იქნება. აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გრძელდება. პლეი-ოფის მატჩები კი 23 აპრილს დაიწყება. ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლმა ნიკამ გელაძემ წარმატებითი ასპარეზა თბილისში ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ კრიობაზე და ეს ნიკა გელაძის ამ სახეობაში მეორე გამოსვლა და მეორე გამარჯვება იყო. მან მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ბათუმელ მებრძოლს წინ მოლდოვაში ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომელიც უკვე K1-ის წესებით ჩატარდება. ვემზადებოდი ძალიან დიდი ხანი მაგ ტურნირისთვის. ჩემის მოწინააღმდეგე ძალიან მაგარი მებრძოლი იყო, ძალიან კარგად იცოდა ჭიდაობა და წარმატებები მინდა უსურვო ჩემს მოწინააღმდეგეს აქედანვე. ძალიან ბევრი შრომა მიწევს, ძალიან კარგად მინდა რომ მოვემზადო და პირველი ადგილს ავიღებ. მე ამას ჩემ თავში დარწმუნებული და სამომავლოდ იქნება ყველაფერი კარგად და UFC-ში ვიქნებით ღმერთით. ნომერ 6-ზე ნიკოლოზ მრგელაძე იყო ოპტიმალურ ფორმაში. შესანიშნავად იასპარეზა, ჩაატარა პროფესიონალური ბრძოლა, ასე ვთქვათ, კი იყო სამოყვარულო, მაგრამ გამოირჩეოდა მისი სტილით, ზუსტი მოქმედებით, ტაქტიკით. ჩემი აზრით, ნიკოლოზ მგელაძეს აქვს დიდი მომავალი, არის ნიჭიერი, არის შრომის მოყვარე, არის მიზანდასახული და შეუძლია ისეთ ორგანიზაციებამდე მიაღწიოს, მაგალითად, როგორიც არის UFC დღესდღეობით ჩვენ K1-ის წესებით ვიბრძვით, როგორც კიკბოქსინგის აკადემია, მაგრამ აღმოსავლური ორთაბრძოლებს ვფლობთ, კიდევ ვითარდებით და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ უკვე MMA-ის ბრძოლებს და MMA-ის ჩემპიონატებზე. ნიკოლოზ მგელაძე წარსდგება ჩაატარებს თავის სადებიუტო პირველ ბრძოლას. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით, 2 თვე ნახევარი გვაქვს დარჩენილი, მიდის ვარჯიშები, დილით საღამოთი, 61 კილოგრამში უნდა ვიასპარეზოთ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ვასახელებთ და მოვუტანთ პირველ ადგილს ასევე ევროპის ჩემპიონატიდანაც. საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეხუთე ტურში სტუმრად კოსოვოს 3-1 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. პრიშტინაში გამართულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მხრიდან გოლები გიორგი ღავთაძემ, ნიკა ხარატიშვილმა და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს. ამრიგად საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში 12 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. მეინ რაუნდის ბოლო ტურის მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 16 აპრილს შინ ჯგუფის ლიდერთან საფრანგეთის ნაკრებთან ჩაატარებს. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო. შეკრება თბილისში ახლა დაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისლანდია, ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაიპეი და ტაილანდი იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები კი მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება.
დღეში 2 ვარჯიში გვაქვს დილა საღამოს და 1 საათიანობით ძალიან კაი პროგრესი დავდებთ 2 კვირაში და კარგ შედეგსაც მივახცევთ. გასულო წელს ძალიან კარგ ფორმაშია. შეუძლიათ აბსოლუტურად იმის სოფლიოს მოგება, იმიტომ რომ ესეთი დივიზიონია და ესეთი გუნდებია, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა ძალიან მარტივია. ამიტომ მე მგონია, რომ წელს საქართველოს სოფლიოს მოიგებს. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ წელს ვართ ფავორიტები, შარშან მოგეხსენებათ, მეორე ადგილი დავიკავეთ და დავმარცხეთ ბელგიასთან და ახალ ზელანდიასთან, მაგრამ ჩვენ ქონდა მაშინ კლუბში გუნდში გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით. და წელს ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერია, ჩვენ ამ დამატებული ყავს ახალი მოთამაშეები და ჩვენი გეგმაც და მიზანიც არის გამარჯვება, მხოლოდ პირველი ადგილი. თბილისში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ძიუდოში წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა საბა ბოლქვაძემ. ვახტანგ ზოიძის შეგირდმა 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის ბათუმელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ბერლინში გასამართი ევროპის თასისთვის ემზადება. ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათს დაგიბრუნდებით. ნახვამდის.